ახლა საუბარს განვაგრძობთ მარიამ ლაშხთან, განათლების და მეცნიერების კომიტეტის წევრი გვერდდება პარლამენტიდან პირდაპირ ეთერში. კაპიტან მარიამ, საღამო მშვიდობის. მადლობთ გადაცემაში მონაწილეობისათვის. ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის მუშაობის შეჯამებაზე უნდა ვისაუბროთ. თქვენს პოლიტიკაში სწორედ აი ამ სააგენტოდან მოხვედით და როგორც ვიცი, კარგად გესმით ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ეკონომიკის მნიშვნელობა. აი ბოლო აწლეულში რომ ვისაუბროთ ამაზე, რა გარდამტეხი ცვლილებების შეტანა შეძლო აი ამ სააგენტოს საქმიანობამ და მის მიერ დაფინანსებულმა პროექტებმა, როგორც ეკონომიკაში, ასევე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში ამ საკითხების მიმართულებით. დიდი მადლობა. მე პირველ რიგში მინდა რომ მიულოცო ყველას ინოვაციების ეკოსისტემის თითოეულ ადამიანს, ვინც თითო აგური დადო იმისათვის, რომ დღეს ჩვენ ის გარდამტეხი და ძალიან სწორი სიტყვა არის გარდამტეხი ცვლილებები გქონოდა ამ სისტემაში და ზოგადად საქართველოს პრიორიტეტი, რომელიც არის ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა და იმ ინტელექტუალური რესურსის რეალიზება, მათი იდეების რეალიზება მოგვეხდინა. მინდა ყველას მიულოცო, მადლიერება გამოვხატო სააგენტოს გუნდთან და ეკონომიკის სამინისტროს და ყველა იმ გუნდთან, ვისაც მონაწილეობა აქვს მიღებული აი ამ პროცესებში. ინოვაცია პირველ რიგში უნდა ხაზი გაუსვათ იმას, რომ მხოლოდ დემოკრატიულ ქვეყნებში ახდენს აი ესეთ სწრაფ განვითარებას, ვინაიდან ინოვაციის განვითარებისთვის წინაპირობა არის ის დემოკრატიული მმართველობის პრინციპები, რაც არის როგორც მაქსიმალურად მინიმალურ ზღვარზე მყოფი კორუფცია, სწორი სტრუქტურა, დაფინანსების მოდელი და ასე შემდეგ, რისი წინაპირობაც 2012 წლიდან იქნა შესაძლებელი და სწორედ ეს არის ის რეფორმა, რომელსაც ერთგვარი მემკვიდრეობა არ ქონია და ამიტომ მოხდა ის, რომ დღეს ასეთ შედეგებზე ვართ გასული. ის სტრუქტურა, ის მეთოდი, რის მიხედვითაც ხდებოდა დამოუკიდებელი ექსპერტების მხრიდან, საერთაშორისო ექსპერტების მხრიდან ჩვენი ინოვაციური სტარტაპების იდეების შეფასება და მათი რეალიზებისთვის დაფინანსების მიწოდება არის ის, რაც დღეს ჩვენ ხედავთ ეკონომიკურ დოვლას, იმ შედეგს, რაც არის როგორც მაღალანაზღაურებად სამსახურებში გამოხატული, ასევე ის შექმნილი რაოდენობა სტარტაპების, რომლებიც საერთაშორისო ბაზარზე არიან გასულები და დღეს, როდესაც საუბრობთ ინოვაციების ეკოსისტემის მთავარ ლიდერებთან, საქართველოს ნამდვილად აქვს აქ დამკვიდრებული ადგილი. დღეს გავიგეთ სიახლეების შესახებაც, მთავრობა გამოვიდა ინიციატივით განისაზღვროს ინოვაციური სტარტაპის სტატუსი და ამ სტატუსის მქონე კომპანიებს 3 წლით გაუნულდეს ყველა გადასახადი, ასევე გამოიყო სამი მთავარი მიმართულება, რომლითაც საქართველოს აქვს ამბიცია, თუ შეიძლება ასე ვთქვათ, გლობალურ ეკონომიკაში დაემკვიდროს თავისი ადგილი. ეს არის ხელოვნური ინტელექტი, ფაგები და აგროტექნოლოგიები. თქვენ როგორ ხედავთ ამ მიმართულებით საქართველოს პოტენციალსა და პერსპექტივას და რაც შეეხება ინოვაციური სტარტაპის სტატუსს, ზოგადად აი ამ სიახლეებს, აი რა მხარდაჭერა სჭირდება მაგალითად საკანონმდებლო ორგანოსგან, რომელსაც ახლა თქვენ წარმოადგენთ? უნდა განსაზღვროთ ისიც, რომ ჩვენ დღეს საქართველოს პარლამენტში გვაქვს ის მდგომარეობა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, წინ გადადგმული ნაბიჯი, ჯერ კიდე წინამოწვევის პარლამენტში იყო ის, რომ ჩვენ საკანონმდებლო კუთხით მივიღეთ კანონი ინოვაციების შესახებ, რომლითაც მოხდა თვითონ უშუალოდ ტერმინის განმარტება, რამაც ასევე ძალიან დიდი როლი ითამაშა იმისათვის, რომ განსაზღვრულიყო და მერე უკვე შესაძლებლობა მიცემოდა იმ ინოვაციურ, კრეატიულ ინტელექტუალურ რესურსს, რაც ქვეყანაშია, რომ მოეხდინათ მათი იდეების რეალიზება. შემდგომ უკვე მნიშვნელოვანი არის ის, რომ დღეს რა ინიციატივაც ბატონმა პრემიერმა დაანონსა, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი, რომლითაც სტარტაპების განვითარება კიდევ უფრო დაჩქარდება და გაათმაგდება, შეიძლება ითქვას, ვინაიდან ჩვენ ხედავთ ევროპულ ქვეყნის მოდელებსაც, ევროინტეგრაციის პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მათ აუწყოს ფეხი ამ განვითარებას და ჩვენ ხედავთ იმას, რომ დღეს იტალიაში მაგალითად არსებობს გარკვეული ხელშემწყობი ინიციატივები და მაგალითად სტატუსის განსაზღვრა. არსებობს ევროპული ქვეყნები, სადაც ასევე არის მაგალითად ესტონეთის სტარტაპ ვიზები. სტარტაპ ვიზასთან მიმართებაში ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ საქართველოს ერთ-ერთი მომხიბვლელი ლოკაცია, ვინაიდან ჩვენ გვაქვს შეღავათიანი, ასე ვთქვათ, სავიზო პირობები უცხოური სტარტაპებისათვის და ის ინიციატივა სტარტაპების
სტარტაპის რაც ყველაზე უფრო მეტი გამოწვევაა რომ რეალიზება მოახდინონ საკუთარი გამოგონებების და ინოვაციების ეს არის პირველადი ასე ვთქვათ გადასახადების ნაწილი რის შეღავათსაც იძლევა ეს სტატუსი ანუ მოხდება ერთგვარი რეესტრი სადაც ნებისმიერ სტარტაპს ექნება შესაძლებლობა რომ დარეგისტრირდეს მერე უკვე 3 წლის ვადით ის გათავისუფლდება ძირითადი გადასახადებისაგან რაც არის შემოსავლო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რაც აწვება ხოლმე ადრეულ ასაკში მყოფ სტარტაპს რომლის გათავისუფლებაც მოხდება და გაახალისებს ანუ იმ დაზოგილი რესურსის ჩადება მოხდება უშუალოდ იდეის რეალიზებაში. ძალიან დიდი მადლობა. გმადლობთ მარიამ გადაცემაში მონაწილეობისათვის. უნდა დაგემშვიდობოთ. მარიამ ლაშხი პასუხობდა დღის ქრონიკის კითხვებს.